რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. ბატონო გიორგი, თუ კანონპროექტზე არ გადახვალთ, მე მომიწევს შეგაწყვეტინოთ სიტყვა. გთხოვთ. ბატონო გიორგი საუბრობს დღეს და ბატონო გიორგის თხოვ რომ გადავიდეს კანონპროექტზე წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს რეგლამენტის რომელი მუხლის საფუძველზე ბატონო თავმჯდომარე. ვინაიდან რადგანაც შეიძლება ჩვენ სრულიად მივცეთ ეს იყოს საფუძველი საკონსტიტუციო სარჩელისა, მე გთხოვთ მიმითითოთ როგორც სამართლის დოქტორს გელაპარაკებით ამ შემთხვევაში, რომელი მუხლის, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე თქვენ მე მიგზავნოთ ახლა ლაპარაკს. პარლამენტის ტრიბუნაზე. რეგლამენტის თანახმად თუ მოხსენებელი, ნებისმიერ მოხსენებელი თუ არ საუბრობს კანონპროექტთან დაკავშირებით, მას შეიძლება შეუწყდეს სიტყვით გამოსვლის უფლება. ეს არის პრეროგატივა სხდომის თავმჯდომარის, აქედან გამომდინარე ჩვენ ვხერხემლოთ რეგლამენტით. ისე როგორც თქვენ უნდა იხერხემლოთ საჯარო სამსახურის შესახებ კანონით. მადლობთ. დიახ, რასთან დაკავშირებითაც მე ვაპირებდი გაგრძელებას სწორედ საჯარო სამსახურის კანონთან მიმართებაში, რომელიც უნდა ისაუბროთ კანონპროექტზე, რომელიც ეხლა არის სარგენით, თქვენ გაქვთ დასკვნითი სიტყვა, თუ არა გაქვთ დასკვნითი სიტყვა, გადავალთ შემდეგ კანონპროექტზე, ეს არის მეორე. რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ორგანულ კანონში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, ცვლილების შეტანის თაობაზე ორგანულ კანონის პროექტზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა გთხოვთ წარმოადგინოთ კანონპროექტი. დიახ, როგორც სახელმწიფო მოსამსახურე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმყოფება სრულიად თანაბარ სტატუსში ყველა პოლიტიკურად არჩეულ თანამდებობის პირთან მიმართებაში და ამაზე მეტყველებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც არ ვრცელდება არც თქვენზე და არც ჩემზე. როგორც სახელმწიფო მოსამსახურე, მე დღეს წარმოგიდგენთ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით დასკვნით სიტყვას.